ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად მიყვარს, როცა მომხმარებელს ვუმარტივებ გზას და ნავიგაციას აპლიკაციასა თუ სხვადასხვა პლატფორმებზე. მე ვარ მარია მანჯავიძე, 22 წლის UI UX დიზაინერი. ბავშვობიდანვე გადაცებული ვიყავი ხატვით, ვაკეთებდი სახლში პატარ-პატარა ჩანაწერებს. მე უკვე როცა სიღრმისეული ცოდნა შევიძინე, გამოფენებიც ეწყობოდა, სადაც ჩემი ნახატები გადიოდა, იყო ის საქართველოს მასშტაბითაც და ასევე თურქეთშიც ყოფილა. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე არ დარჩენილიყო და თქვათ მარტო აკრილის საღებავებით არ შემესრულებინა. ამიტომაც ვეძებდი ისეთ კურსებს, რომელიც ჩემი ნამუშევრების გაციფრულებაში დამეხმარებოდა. სწორედ ამ ძიების პროცესში წავაწყდი Skills, რომელსაც გამოცხადებული ქონა კონკურსი. მოვხდი 20 საუკეთესო სტუდენტ შორის და დამეფინანსე სწავლა. ავირჩიე UI UX-ის და გრაფიკული დიზაინის კურსი და წარმატებით დავამთავრე. Skill-მა ღირებული ცოდნა მომცა იმ კუთხით, რომ ის მხოლოდ თეორიული მასალით არ შემოიფარგლებოდა, ასევე იყო სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები, იყო ვორქშოპები, გუნდური დავალებები, ტრენერთან კომუნიკაციაც, რაც დამეხმარა იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც მიჭირდა. დამეხმარა, რომ ჩემი ბრენდინგი გამეკეთებინა და შემეფუთა ჩემი თავი სწორად. შემექმნა პირადი პორტფოლიო, სხვადასხვა პლატფორმებზე გამეთავსებინა ჩემი ნაშრომები. ერთი პოსტით შემამჩნიეს LinkedIn-ზე, სადაც დამიკავშირდნენ და გუნდის წევრი ვარ ამერიკული სტარტაპის, როგორც ვებ დიზაინერი. ციფრული მიმართულებით მუშაობა იძლევა ისეთ ბენეფიტებს და სარგებელს, რაზეც აქამდე არც კი დაფიქრებულ ხარ. არა მარტო remote-ად გიწევს მუშაობა და თუნდაც ნებისმიერი წერტილიდან, არამედ რო შევეხოთ ისეთ ნაწილს, როგორც არის ანაზღაურება, იმ ქვეყნის ვალუტაში იღებ, რაც ვფიქრობ საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის, რატომაც არა ძალიან მომგებიანია და უფრო ხვდები შენი შრომის ფასს და უფრო ინდომებ, რომ შედეგი დადო. სხვადასხვა გამოცდილებამ და გზამ, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გამოვიარე, მიბიძგა, რომ მემუშავა ჩემ პროექტზე და შემექმნა სტარტაპი, ამიტომაც შევკარე გუნდი და ვეხმარებით სამუშაოს მაძიებლებს, რომ დაკავშირდნენ სხვადასხვა დამსაქმებლებთან. ახლა მე და ჩემი გუნდი ვმუშაობთ საიტის შენებაზე და ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მივიღე გრაფიკული დიზაინი იქნება თუ UX დიზაინი, სწორედ აქ გამომადგა იმ კუთხით, რომ ვქმნი ბრენდინგსაც, იქნება ეს ლოგო, სლოგანი, ვიზუალი და ასევე მარტივ ნავიგაციასაც, რომ მომხმარებელს გაუმარტივდეს შესვლა, რეგისტრაცია და აღმოჩენა თუ რა ხდება ამ პლატფორმაზე. დამატებით მეგობართან ერთად გადავწყვეტა, რომ შემექმნა ციფრული სერვისი, რადგან ის არის დამწყები full stack developer და მე გამოცდილი ვებ დიზაინერი და ბრენდინგის ნაწილშიც მცირე გამოცდილება დავაგროვე. ამიტომაც ვთავაზობთ სტარტაპ კომპანიებს, იქნება ეს თუ დამფუძნებლებს და მცირე კომპანიებს სხვადასხვა მომსახურებას, როგორც არის რებრენდინგი, საიტის დამზადება, ასევე ვებ დიზაინი და სხვა. როგორც იცით, ეს მიმართულება მუდმივად განიცდის ზრდას და განვითარებას. ამიტომაც სამომავლოდ ვაპირებ, რომ უფრო ვებ დიზაინის მიმართულებით წავიდე, ავიმაღლო კვალიფიკაცია და ასევე არ მინდა რომ AI თულებსაც ჩამორჩე და პარალელურად რისერჩის ეტაპზე ვარ, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება დავაგროვო ამ მიმართულებით, რომ სამომავლოდ სხვას გაუზიარო ჩემი მიღებული ცოდნა და გამოცდილება.